Shalom, Georgi. Shalom. Georgi, ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. რას ნიშნავს ჩვენ რჯულის ქვეშ აღარ ვართ, არამედ მადლის ქვეშ ვართ? კონკრეტული ადგილი უნდა მოიყვანო. შენ მე რო გითხარი, როდესაც პავლეს ჩვენ ციტირებთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივუცდოთ კონკრეტული ადგილი, უნდა წავიკითხოთ კონტექსტში. პავლე იყო ებრაელი რაბინი და ყოველთვის რასაც ის ამბობდა, მას გარკვეული მიზანი ჰქონდა მის ყველა სიტყვას. ის ასე არ ამბობდა რაღაცას ერთს და რაღაცა ერთ კონცეფციას არ ავითარებდა. ის უსვამდა ხაზს იმ პრობლემა, რომელი პრობლემაც იყო იმ მომენტში მის წინაშე წარმოშობილი და კონკრეტულად იმ საზოგადოებას ელაპარაკებოდა, სადაც იყო ეს პრობლემა. ამიტომ დააკონკრეტე რომელი ადგილია? მაგალითად ამ სიტყვებს პავლე იყენებს რომაელთა მიმართ, მაგრამ მე კონკრეტულად მაინტერესებს პირველ ტიმოთეს მიმართ, სადაც ის ამბობს. ცნობილია რომ რჯული დადგენილია არა მართათათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უხთოთა და ცოდვითა, გარყვნილთა და უწმინდელთა და ასე შემდეგ. ჩვენ აი მაგალითად ქრისტიანები ამას ხო აღარ ჩავდივართ, არც ვიპარავთ, არც ვკლავთ და ასეთ რაღაცებს არ ჩავდივართ, არ ვცდილობთ წმინდად ვიცხოვროთ ქრისტესთვის. აი ამ შემთხვევაში როგორ არის? ცნება ათი ხო რჯულია, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაშავებთ. შესაბამისად ეს ცნებაც არ გჭირდება ესე ვთქვათ, აი ცოტა უხეშად. ნუ ურე. მოდი რომ გავიგოთ ეს ყველაფერი, მოდი გავმარტოთ ჯერ სიტყვა რჯული რას ნიშნავს. რადგან მაინტერესებს რჯული დადგენილიაო ასეთისთვის, მაგრამ ქრისტიანი რომელიც ამებს არ ჩადის. ხო, მაგისთვის არა დადგენილი. ხო, უკვე ხო აღარ გჭირდება. ხო, თითქოს მას ეს ჟღერს, მაგრამ მოდი ვნახოთ. სხვათა შორის ოქროპირიც ამბობს, რომ საერთოდ წერილი არ იქნებოდაო საჭიროო, რომ წმინდად როგორ ცხოვრაო, ესე ხა. ზუსტი კირებას ვერ ვეხსენებთ, ოქროპირი. ოქროპირი კი მათეს სახარების ხომელიებს როცა იწყებს, მათეს სახარების მიმართ ხომელიაში ამბობს მაგას, რომ ადამიანს არ ჭირდებოდა წერილი, რომ მას ქონდა უშუალო, მე არ ვეთანხმები ოქროპირის მაგას. მაგან მიიყვანა წარღვამდე დედამიწა. სინონიმი ქართული სიტყვა რჯული ხდება როგორც ჯული ან ჯული. არის მრავალმნიშვნელოვანი სიტყვა. რომლის სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება, მისი ძირითადი მნიშვნელობაა სარწმუნოებრივი რელიგიური მოძღვრება. ანუ სარწმუნოებრივი რელიგიური მოძღვრება უხდება ახლა მათ. სარწმუნოებრივი რელიგიური მოძღვრება ვისთვისაა დაწესებული? ურწმუნოთათვის? ეს განმარტება რო ავიღო, მე მარტო გეუბნები ამას. კონტექსტი და განაპირობებს, რას გეუბნება? კონტექსტის მნიშვნელობა, სარწმუნო რელიგია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მნიშვნელობა თანამედროვე ქართულში. მაგალითად, ქრისტეს ჯული, მაჰმადიანის ჯული, კანონის სამართალი, წესები, ჩვეულება, ეს არის სიტყვები ძველი და ფართოდ მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სამართლის ისტორიაში. ანუ კონტექსტს გააჩნია. გამიხიდოთ ეს კონტექსტი. ანუ მან პავლე მოციქული, როდესაც ამბობს რჯულს, თვითონ ქართული სიტყვაც გეუბნება, რომ მრავალფეროვანი მნიშვნელობა აქვს. პავლე იყო ებრაელი და მაგ სიტყვა გამოყენებული აქვს თორა. მაგრამ როდესაც ის ბერძნულად წერდა, ბერძნულში არის სიტყვა ნუმოს. ნუმოს პირდაპირ ბუკვალურად ითარგმნება როგორც კანონი. უშუალოდ კანონი. და პავლე ამბობს, ამათვის მართლა დადგენილია კანონი, ვინც არის ის მოიპაროსო, ის მოპარვა არ შეიძლება, მუშობა არ შეიძლება, ეს მათთვის კანონია. მაგრამ მორწმუნეებისთვის არასდროს არ იყო ეს. მიცემული რომ მორწმუნე იმისაც იცოდა, რჯულიდან ისევე ამ რჯულიდან. ანუ სხვადასხვა კონტექსტზე, როდესაც პავლე ამბობს მაგას, ჩვენ გავიგოთ რა კონტექსტში ამბობს პავლე მაგას. ანუ პავლე ამბობს, რომ მორწმუნე როგორ შეიძლება მორწმუნე იყოს და იპარავდეს და გურდობდეს. რა თქმა უნდა. ანუ აღარა ის მორწმუნე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რჯული მთლიანობაში თორა როგორც რელიგიური მოძღვრება გაუქმდა. და ეს არის მიცემული რელიგიური მოძღვრება ადამიანების მოცემული. ეს არ უხდება. მაგრამ ეს მოძღვრება მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს. ამიტომ მე ნატო გაჩვენე ქართულად სიტყვას ჯული, იმიტომ რომ მე სულხან-საბა
ორბელიანის ლექსიკონში მაქვს წარმართება წაკითხული ჯული. ანუ ეს მარტო კანონი არაა. ეს წესებია, წესდებებია, ჩაულებებია, სწავლება, შეგონება და არის კანონი. როცა პავლე ამბობს ასეთ რამეს, თვითონ კონტექსტი გეუბნება. ანუ როცა ცოდვაზე მის ლაპარაკი გეუბნება, რომ ეს იყო იმ ხალხისათვის, ვინც ბოროტებას ჩადიოდა. ანუ კანონი იყო მათთვის, რომ ეს არ შეიძლება, სახელმწიფო კანონი იყო. ხდები? ანუ ეგა და ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ჯული ან თორა გაუქმდა. როდესაც შენ სახელმწიფოში ხარ, სახელმწიფოში ცხოვრობ, ხო? მაგალითად, შენ სახელმწიფოში აკრძალულია მოპარვა. ხარ თუ არა შენ ამ კანონის ქვეშ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თუ არა ხარ და საჯელს ხარ. ხო და ესე იგი პავლე მოციქული როცა ამბობს რჯულის ქვეშ აღარ ახარ ანუ რა რჯულზე მიდის ლაპარაკი მან უკვე რომელთა წელებში სხვა კონტექსტია ლაპარაკი მან მიდის უკვე ცოდვის რჯულზე ლაპარაკი ცოდვაზე როგორც კანონიერი ძალა ქონდა ცოდვას ანუ ჩვენ ვიცოდეთ რა დაემართა ადამიანს ედემის ბაღში ადამიანს ედემის ბაღში გარდა იმისა რომ ღმერთს ეურჩა მან შეიძინა ის თვისება, რომელსაც ქვია სოდვისაკენ მიდრეკილება. დროთა განმავლობაში ამ სოდვისაკენ მიდრეკილება უფრო მომძლავდა კაინში, შემდეგ სხვა თაობებში, ნოეში და წარგმა თაობებში, ანუ საბოლოოდ იმარჯვა ამ სოდვის კანონმა და ამისაც ადამიანს შეიძლება განთავისუფლება და პავლე ამბობს ამ სოდვის კანონის ქვეშ. რა იყო ამ სოდვის კანონის იზრება? მუდამ გიბიზგოს შენ ცოდვა აკეთო. და იმარჯვებ შენზე და შენ აკეთებ ცოდვას. და პავლე ამბობს, ამის ქვეშ აღარ ახარდო, ნუ ქრისტეს რა გიხსნათო? ეს იგულისხმება. მაგრამ მიდრეკილება ხო დარჩენილია მაინც. მიდრეკილება რჩება, იმიტომ რომ ჩვენ არასრულყოფილ იმაში ვარ. ჯერ აი სისავსე არ არის, ის დროის სისავსე იქნება, როდესაც ისმოვა. განახილებით არ დავდივართ, წმენით დავდივართ. წმენით დავდივართ. აი პავლე რომ მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სისავსეში შევდივართ, როდესაც ისმოვა. და ჩვენ განვახტები ჩვენ სხეულებში ის თართაღდუმი როდესაც იქნება აი მაშინ უკვე ეს გამოცხადების წერია სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩავარდნილი იყო ცეცხლში ანუ განადგურებული გიორგი ამ საკითხთან აი კიდე ერთი ესეთი მოსაზრება მოვისმინე რომ იესოს მოსვლის შემდეგ ჯული კი არ გაუქმდა დასრულდა სინამდვილეში მე ვერ გებულობ რას ნიშნავს ეს დასრულდა არ ვიცი. იმიტომ რომ ჯულია ათუცნებასთან ცნებები რავი არ დასრულებულა ხო ესეა. ნუ იქიდან გამომდინარე რომ იესო ქრისტე ამბობს მათეს მეხუთე თავის მე-17 მუხში რომ არ მოვედი ჯულის გასაუქმებლათო გასაუქმებლად ანუ ეს როცა უქმდება დასრულებულის ნიშნავს ხო დასრულდა. ანუ ამის იმის არ მოსულა რომ ლოგიკურია ივარაუდო რომ არ დასრულდა ხო? რა დასრულდა? როგორ დასრულდა? და გააჩინა ვინ ამბობს და რა კონტექსტში ამბობს? თუ რა დასრულდა ესეც თქვა. ხო, თუ მოსაზრება არის ის რომ დასრულდა სატაძრო მსახურება კი ბატონო, მაგი დასრულდა, იმიტომ რომ მაგათ ქონდა მაგცემებს, ქონდა დროებითი ხასიათი. და ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ ეხლა და ისეც გაჩვენ რომ ისრაელის ისტორიაში სატაძრო კანონები იცვლებოდა თვითონ ძველ აღთქმაშივე. დაიწყე მოსეს კარავიდან და იმინა რა ქვია, შემდეგ სოლომონის წელზე და შემდეგ ზარუბაველის და ჰეროდეს წელზე. ანუ იქ რაღაცები შეიცვალა, ერთგან იყო გაუთლელი ქვები ყოფილიყო, მეორედგან სამსხვერპლო უნდა ყოფილიყო გაუთლელი ქვებისგან აშენებული, შემდეგ უკვე ოქროს მოჭედილი სამსხვერპლო სპილენძის უნდა, ანუ რაღაცები იცვლებოდა. იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ამას აქ უნდა მუდმივი სტატუსი არ ქონდა ამ ცნებებს. გარემოებიდან გამომდინარე იცვლებოდა. სახე დაჭდილი იყო. ხო. ეს იყო რაც მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ესენი მიუთითებდა იესო ქრისტეს. პავლე მოციქული, სადაც ამბობს რომელთა წერილებში, აი შენ რასაც მოყავს, ალბათ მაგას გულიწმუნს რომელთა მეცხრე თავის მეხუთე მუხლი, აბა წაიკითხე. მეცხრე თავში თუ მიათეშია ბოდიში. მეათე თავის მეხუთე მუხლი? ხო, თუ არ ვწდები. მოსე ჯულის სამართლიანობაზე წეს,
რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. ამაზე იძახი? მეოთხე. ვინაიდან ქრისტე არ ჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლება. რადგან მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს, ხოლო რწმენისებრივი სამართლიანობა ასევე ამბობს, ნუ იტყვი შენს გულში ვინავა ზეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად, ან ვინ ჩავა გულში, ესე იგი ქრისტეს კვეთით ამოსაყვანად. ხო? ხო. თუ ამბობთ, რომ ვინაიდან ქრისტეს ჯულის დასასრულია ყოველი ამის, აქ სიტყვა არის ბერძნული სიტყვა გამოყოფილი ტელოს. ტელოს დასასრულს არ ნიშნავს მარტო დასასრულს. ტელოს ნიშნავს მიზანს. აბა ჩასვი ახლა ვინაიდან ქრისტეა ჯულისთვის, ანუ უყურე ჩაწერება სიტყვა ვინაიდან ქრისტეა ჯულის მიზანი ყოველი მორწმუნის გასამართლებად. სულ სხვა აზრიჯდება რა? რა ხდება? აზრი იცვლება ხო? მიზანი იყო ის რა ქვია? დასასრული ყოველი მორწმუნე ხო? ვინაიდან ქრისტეა ჯულის მიზანი ყოველი მორწმუნის გასამართლებლად, რადგან მოსეს რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს. ხოლო რწმენისამებს სამართლიანობა ასე ამბობს, ნუ იტყვი შენს გულში ვინავა ზეცაში, ესე იგი ქრისტეს ჩამოსაყვანად, ვინ ჩავა უბსკულში, ესე იგი ქრისტეს კვეთით ამოსაყვანად. რომელ მუხლებს ციტირებს პავლე, ხო არ იცი აქ? რას ციტირებს პავლე? მაგრამ ამბობს მერვე მუხლი, ახლოსაა შენ სიტყვა, შენ ბაგეში და შენს გულში. ესე იგი რწმენის სიტყვა, რომელიცაც ხადაგებთ. ეს ჯულში რო ეწერა, ცაში არ არის იგი რომ აი, მეორე რჯულის 20-ათე თავი, ნახე ახლა შენ? აი ეს რაუნება გულში წოდვა არის, პარალელი არ არის? მე რჯულის 20-ათე თავის მე-11 მუხლი, რადგან ეს ცნება, რომელიც გამცენ დღეს, არც მიუცდომელია შენთვის და არც შეუძლებელი. ზეცაში არაა იგი რომ თქვა ვინავა, ჩვენთვის ზეცა და ვინ ჩამოგვიტანს. რადგან ძალიან ახლოსაა ეს სიტყვა შენთან. შენს ბაგეზია, შენს გულშია. ანუ, როდესაც პავლე ლაპარაკობს ჯულზე სწავლებაზე, ეს გულისხმობს. არ გულისხმობს იმ გაუქმებულ ჯულზე, იმ რჯულზე, რომელიც უნდა გაუქმებულიყო. გაუქმდა ის ცოდვის რჯული, რასაც ქვია, დამარცხდა და გაუქმდა საკაზო, მაგრამ ეს მცნებები პირდაპირ ქრისტესია. ქრისტეს არსია ამ ცნებებში, 10 ცნებაში არის ქრისტეს არსი. ქრისტეს სახარების არსია. 10 ცნება იგივე სახარებაა. შეიძლება საიდან? აბა მე გეტყვი საიდან? თუ იცი. შენ ნეტარებებს უკავშირებ? ხო, მაგრამ 10 ცნება იგივე სახარებაა. სახარება რას გვაქვს? სახარება არის წყალობა, ხო, რომ ღმერთმა გამოიჩინა წყალობა. შენს მიმართ, შენ იყავი ურწმუნო, ცოდვებში იღუპებოდი, და გამოხსნილი ხარ ქრისტეს სოფლის მეშვეობით. რა გააკეთა მოსე? ღმერთმა 10 ცნებაში ღმერთმა მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვენი ამ მონობიდან. ეგვიპტის სახლის მონობიდან. ანუ შეგიწყალ, იგივე სახარებაა. კეთილი უწყება. ანუ არს ერთი იგივეა. ხო, ნუ იქ ფიზიკურად გამოიყვანა, აქ ფიზიკურად ხარ გამოსული, როცა ლოთობას არებებს თავს. კი ბატონო. ნარკომანობას და კი. ადამიანი იცნობა, ეს ხო ფიზიკური გამოვლინება და რა არის ეგვიპტის სახლი? ეგვიპტის მონობის სახლი. შევიწროების. მიცრაიმი ებრაული სიტყვა და ნიშნავს შევიწროების. ანუ უნარ შეზღუდული. უნარ შეზღუდული ნიშნავს, აი შენ რაღაცა იყიდე, მაგალითად რაღაცა ну, თქვა. ანუ უნარ შეზღუდული ნიშნავს, რაღაცა შენ გაქვს, რაღაცა ნივთი წყიდულობ მაგალითად და იას ნივთი არასრულებს იმ დანიშნულებას, რისთვისაც ის შეიქმნა. ანუ ადამიანის დაცემა რას ნიშნავდა, რომ ადამიანი ვეღარ ასრულებდა იმ მისიას, თავდაპირველი მისია,
ვისთვისაც ღმერთმა შექმნა. ამიტომაც ის მონობის სახლი, მისრაიმი შეზღუდული, ამას უქვია ეგა. მაგრამ მოვიდა იესო თავისი წყალობით გახსნა ესა და არჩევანი როგორც ედემის ბაღში ჰქონდა ადამიანს, იგივე არჩევანი გვაქვს ჩვენ დღეს. ან ივილირწმენით, მაგრამ ეს რწმენით სიარული რა? ეს რწმენა რა არის? აი როცა პავლე ამბობს, რწმენა რა, როგორ ფიქრობ რა არის რწმენა? ემიციარული? ხო. იმ ჩვევაში გადატანა. ეგ შენ საერთო ასამობ ახლა. მე სიტყვა რწმენას გეუბნები. სიტყვარწმენა მინდობა, აი მაგალითად გავმარტეთ ხო ჩვენ? ემუნა, ხო, აი ხო ემუნა. ჩვენ გავმარტეთ რა არის რჯული? მოდი გავმარტოთ ახლა რწმენა რა არის? რას ნიშნავს რწმენა? რწმენა არის ემუნა. ემუნა არის საინტერესო სიტყვის ფუძე გამოდის, მაგედან ამოდის ემეთ. ემეთ ნიშნავს ჭეშმარიტებას და ამენ. ამენ, იგივე ჭეშმარიტება. ემეთ ჭეშმარიტებას ნიშნავს საერთოდ. ემუნა რწმენას, ხო? ჭეშმარიტება, რწმენა რაღაც ახლოსა, ხო, ერთმანეთთან. ერთი ფუძე აქვს, ხო? მაგას ემუნა, ემეთ. რას ნიშნავს? სიტყვა ემუნა არ ნიშნავს, აი მე რაღაცაში დარწმუნებული ვარ. ამას არ ნიშნავს ეგ. მაგრამ მხოლოდ დარწმუნებული ვარ, არა, მოქმედებაც ხო უნდა მოყვეს. მაგალითად აბრაამი სიტყვა ემუნადან წამოსული ეს სიტყვა კიდევ რომელსაც ქვია ამან. ამან ნიშნავს რას, იცი? როგორც ხატვას ებრაულად კონცეფციაში. ასევე ნიშნავს უდრეკობას, ურყეობას. სიმტკიცეან. სიმტკიცე, სადაა გამოყენებული ეგ სიტყვა, იცი? როდესაც მოსეს ხელები უვარდებოდა, როცა ლოცულობდა იესო ნავეზე და ის ამარცხებდა ყამალებს. მაშინ აარონი და მისი ისა ძე მივიდნენ და მოსეს ხელები დაუკავეს. და რა წერია ქართულში რომ მტკიცეთ იყო ურყევად მისი ხელები. ესაც ემუნა, ამან, იგივე ურყეობა. ანუ რწმენა ნიშნავს ურყეობას. რომ შენ ფეხს არ იცვი. პავლეს აიყენებს მაგ სიტყვას, როცა ისააკზე უთხრა რომ ანუ გეყოლებაძე არ შენყევია რწმენა. არ შეყევია რწმენა. ანუ ეგა მაგას ნიშნავს თავისი არს. ანუ რწმენა არა მარტო ასე ვთქვათ მე მჯერა. ეგ საწყისია, მარტო დასაწყისია. მაგრამ აი ეს რო თქვა რწმენის მამაკაცია, რას ქვია? წამს არა, წმენთან გადავა ურყევი კაცია, მყარი კაცია. და დგას იმ ხედვაში, რასაც გავს. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე რომ წამს იესო ქრისტესი თავისთავად ჩემი ურყეობაზე რა მოქმედებს. აი მე რო ურყევი ვარ, რა ამჟღავნებს ამ ურყეობას? საქმეელი. საქმე? ხო, საქმეელი. საქციელი მოქმედება, ხო ასეა. აი რომ ქლიანად ავიღოთ ახლა ამას ნიშნავს ეგა. როგორ შეიძლება ეს გაუქმდეს და ამაზე თქვა ადამიანმა რომ ეს აღარაა საჭირო და მარტო ალილუია ამინ იძახი. ან ესა მიდი ეკლესიაში სანთელი დაანთე ღმერთო შემიწყა იგივე შედიხარ იგივე გამოდიხარ არ იცვლები არც ლიტურგიაც მის არაფერს. და მით უმეტეს ეგ რომ ადამიანისგან არ არის ცვლილება. ადამიანისგან. მესისგან ხდება ეს სასწაულია. ხო, ხო, რწმენის მეშვეობით ხო, ახლა პავლე მაგასაც ამბობს. რწმენის მეშვეობით ნიშნავს რომ შენ ხარ ურყევა. აი სული თქვენ მიიღეთ რითიო საქმეებითო თუ რწმენითო. რწმენი, ანუ ურყეობა. გამოიჩინა ურყეობა, მაგრამ პავლე როდესაც მაგას იყენებს რწმენა, მან კიდევ მეორე განმარტება რაღაცის დაჯერება. ხო. მაგრამ ეს ადაჯერება, იცი? მე თულა არ ვახსენე სიტყვა ჭეშმარიტება. როდის მუშაობს რწმენა, იცი? როცა ჭეშმარიტებასა თანხლებაშია. რა არის ჭეშმარიტება? იესო ქრისტე. მე ვარ გზა, აი როგორ მუშაობს უკური, აი ბერს ძალიან ბერს დღეს მორწმუნეები ამობენ, არ მუშაობს რაღაცა რო ამობენ. არ მუშაობს, იმიტომ რომ შენ არ ხარ ჭეშმარიტებაში მტკიცე. წმენა რო იმუშაოს, შენ ჭეშმარიტებაში მტკიცე უნდა იყო, მაგრამ ეს ჭეშმარიტება რა, ეს ჭეშმარიტება არის იესო. რა არის ეს იესო? იესო არის ვინც ეს ათიმცნება მიცა. თუ შენ ამ ათიმცნებაში არ ახარ და არ იცავ,
არ მუშაობს ეს შენში. და ამიტომ ხარ ესეთ იმაში. ანუ ერთმანეთთან კავშირში როგორც წითელი ძაფია. აი ესე და აქედან ამოიღო რაღაც ნაწილი და თქვა აი ეს ასეო. თელი კონსტრუქცია ერღვევა. ხო, რა თქმა უნდა, რატომ აი ახო არის რომ ადამიანი ქადაგებს ღმერთის სიტყვას და მისგან აი ძალა იგრძნობა. არის რომ ქადაგებს და უბრალოდ წიგნობრულია ეს ქადაგება, ეს სიტყვა. კიდე რა შეკითხვები გაქვს აი ამბები? ფილიპელთა მიმართ არის იო ერთი ესეთი სიტყვა, სიცოცხლის სიტყვის მფლობელი. აი როდესაც ამ სიცოცხლის სიტყვის მფლობელი ხარ მართლა, უკვე სხვა მადლი აქვს რა, სხვა ისა აქვს ძალა შენს სიტყვას ადამიანს რომელიც იცევნები. კარგი გიორგი, აქ რჯულზე ვისაუბრეთ და ეხლა თქვათ მადლის ქვეშ, აი მადლი გამარტოთ სიტყვა, რას ნიშნავს? მადლის კაი საინტერესო სიტყვა. მადლი ძალიან ბევრს ესმის ბერძნული გადმოსახედიდან. ბერძნული გადასახედიდან. ბერძნულად მადლი არის ხარის, რაც ნიშნავს საჩუქარს. დიახ. დაუმსახურებელ საჩუქარსაც. ნუ ეს უფრო დაუმსახურებელი საჩუქარი ეს უფრო ინგლისურიდან მოდის ვიდრე ბერძნულიდან, მაგრამ რატომღაც თანამედროვე იმაში შეიძინა. აი, როცა ამობენ მადლი ესა საჩუქარი პროტესტანტები მაგალითად რო ავიღოთ. ნუ ყველა პროტესტანტი არ ამბობს, მაგრამ არიან ნეო-ხარიზმატული დაჯგუფებები, რომ ვთქვათ, ესე ნეოხარიზმატული. ხო, ნეო-ხარიზმატული. ნუ ესია მისი სამეცნიერო სახელწოდება, ხო, დეფინიცია. ისინი ამბობენ ესეთ რამეს. რომ მადლი ეს არის დაუმსახურებელი საჩუქარი. მე ვეკითხები, მაშინ წყალობა რას ნიშნავს? წყალობა იგივე არ კონცეფცია არ არის? რაღაცი ჭირდება რა ის ღმერთის წყალობა არასრულყოფილია? მადლი დაჭირდა? კიდევ უფრო მეტი დაჭირდა? ბიჭო, ჩვენ უნდა შევთანხმდით, თუ რასაც ღმერთი ბიბლიაში აკეთებს, ყველაფერი არის სრულყოფილი, ხო ასეა? ხო შევთანხმდით? შო, ანუ მაშინ თუ წყალობა არის დაუმსახურებელი ის მოქმედება ღმერთის. ადამიანს ხო აღუთქვა გამოხსნა. ისე რომ ადამიანს არაფერი არ უთხოვია. ხო. მაგრამ წყალობა შეიძლება ისე განვიხილოთ, რომ აი შენ თხოვო ღმერთს წყალობა და შეგიწყალოს. მაგალითად, როგორც ა ブラ ამი უნებოდა დაუშვათ სოდომზე და იქ 10 კაციც არ აღმოჩნდა. რო აღმოჩენილიყო, ანუ შეიწყალებდა სოდომს. მაგრამ ეს დაუმსახურებელი საჩუქარი, რომელიც ადამიანს აღუთქვა, რომ გამოხსნას ანუ წყალობასა და ხო, აი მე ამიხსენ შე როგორ გესმის, აი მადლი და წყალობა. აი მადლი დაუმსახურებელი საჩუქარი. მაგას ამოვშენ. თუ წყალობა იგივე დაუმსახურებელი, მადლი რაღაცა ჭიროა. მადლი მე მესმის, რომ ღმერთთან ურთიერთობის შედეგად მიღწეული ადამიანის გამოხსნა, ანუ რავი, შეცვლა თუნდაც. ახლოს ხარ შენ. უყურეთ, მოდი ამ სიტყვის დეფინიციაც გავაკეთოთ. პავლე იყო ებრაელი, წერდა ებრაულად. აი ერთი კონტექსტი მოვიყვან უბრალოდ, აი რომელთა მეოთხე თავი. ვინაიდან რას ამბობს წერილი, ერწმუნა ა ブラ ამი ღმერთს და ეს სიმართლე ჩაითვალა მას. მოქმედს საზღაური ჩაითვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. ანუ ესე იგი ა ブラ ამი რომ ანუ ა ブラ ამი რომ გამართლდა. ეს იყო მადლი და არა საზღაური ა ブラ ამისთვის. ეგეთი განმარტება საიდან? ჩათვალე, ახლა მოსაწონი იყო ა ブラ ამი ღმერთისათვის და ამიტომ გამართლდა. იღრუება რამე კონცეფცია. არა. რა იყო ა ブラ ამის მოსაწონობა ღმერთისათვის? რო ერწმუნა? ანუ გამარჯობა. მაინც იმაში თვლი საქმეში, ანუ საზღაურს თვლი შენ მაინც, რომ ანუ საზღაური მიიღო ა ブラ ამმა. იაკობი რასაც წერს, რომ წმენით გამართა და საქმეებით გამართა, ესა ა ブラ ამის საქმე იყო, რომ ის იყო ღმერთისათვის მოსაწონი, ესა ამაზე ამბობს იაკობი. შენ როდესაც აკეთებ სიკეთეს ხარ თუ არა ღმერთისათვის მოსაწონი? წმენასთან ერთად კი. ხო, წმენით აკეთებ, ანუ შენ იცი რომ ამას ეს ღმერთს გამოაჩენს შენში უფრო კარგად და ღმერთს ეს მოწონს. კაი, კითხვას მარტივად დავსვავ. ხსნა ჩვენ დამსახურებულად ვიღებთ? არა. აბა, ხსნა შედეგია ჩვენი წმენის გამოვლინებისა.
ჩვენ რო ვირწმუნეთ ამ ხსნის ეს შედეგია. ეს არ არის ის რა თქმა უნდა დამსახურება. აი დამსახურება ძალიან ცუდად გესმით. ეს არის ბერძნული მსოფლმხედველობიდან ძალიან ცუდად შეც, მაგრამ ებრაულ მსოფლმხედველობაში ძალიან ჩაოლობრივი რამეა. შენ ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება, რეაქცია ყველა ქმედებას. შენ როცა აკეთებ ღმერთისადმი ნაბიჯს გამ, შენ ხო იცი რომ ღმერთის გადმოდგამს ნაბიჯს შენსკენ. ხო. всё, ეგა. ანუ ჩვენ ხო არ ვთვლით ამას რომ ღმერთის საქმეა ნაბიჯი ჩვენს მიმართ ეს ჩვენი საქმეებია. თქმა უნდა არა. ეს მისი ნება, მას შეუძლია გადმოდგას, შეუძლია არ გადმოდგას, მაგრამ ღმერთის ბუნებიდან გამომდინარე გეუბნება ბიბლია გასცემს რომ ღმერთი ისეთია რომ შენ ერთსოდ გამ ღმერთი ხუთს გამ შენსგან ნაბიჯს. ეს მისი სიყვარული ამას ქვია. აიგე? ეგ სიტყვა ჩვენ პირველად აი დეფინიცია რო გავაკეთოთ მადლს ხვდება ნოესთან მიმართებაში. დაბადების მეექვსე თავის მერვე მუხლში. მეექვსე ხოლო ნოემ ყოვა ღმერთი მადლი ღმერთის თვალში. მაცა ხენ ბეინაი იბრითულად ასია. აი ხენ ბეინაი ყოვა. უღურე. ხენ ითარგმნება მოსაწონად, სასურველად და ლამაზად. ანუ ავიღოთ ახლა ეს სიტყვა მადლი და ასე გამოდის. ხოლო ღმერთ ნოე გახდა ღმერთისათვის სასურველი. საქმეების გამო. სასურველი. და რატო გახდა სასურველი? მეცხრე მუხლი გეუნება ამას. ვინ ეს იყო ნოე? დადიოდა ღმერთთან ერთადო მუნციკლო იყო. ყოასე წერია. და დადიოდა ღმერთთან ერთად და მართალი იყო. პირველი მართალი ცადიკ ამას იჭერა. ცადიკ მუნციკლო იყო თავის თაობაში და ღმერთთან დადიოდა. ამან გამოიწვია ის სასურველი იყო ღმერთისათვის. ესა მადლის ძალა რასაც ქვია. ეს სასურველობაა ძალა. რომელიც მოქმედებს. აიგე? აბა მოდი გავიყენოთ ახლა ეს დაუმსახურებელი საჩუქარი. ხო. აი მაინტერესებს თან. თუ მართალი კაცი იყო, მაშინ რა თუნდოდა იმას დაუმსახურებელი საჩუქარი? მართალი ისედაც გადარჩენილია. მართალი ხო არ იმედის ჯოჯოხეთში? ხო. ანუ ეგ სიტყვა მართალი ის მადლი ცოტა არასწორადაა გაგებული ამ ინგლისური თარგმანის გამო, გიფთის გამო. მაგრამ ეს ესეთი სიტყვაა კიდევ მადლი რომ კონტექსტი განაპირობებს ყოველთვის. ზოგჯერ სასურველი არის, მოსაწონი არის და ზოგჯერ ეს იმაშია. უყური ახლა რა მომენტია. ავიღოთ ეგ სიტყვა მადლი კიდევ პოვე წერია. ძველ ბიბლიაში ბევრი ადგილებია ძველ აღთქმაში. მადლი პოვე შენს თვალში მოსეუნება ღმერთს. თუ მადლი პოვე შენს თვალში და ღმერთი ეუბნება, ამასაც შეგიცნობ და იმასაც რადგანაც რაო გიცნობ სახელით. ეს სახელი ცნობა ხდის შენ სასურველად. ანუ მადლი გამომდინარეობს რადან? ღმერთთან ურთიერთობებიდან. რა არის ეს ღმერთთან ურთიერთობები? წმენა, წმენა რას იჩავს? დაჯერება ჭეშმარიტება იესოა და მასში სიარული, ურხეობა. всё, მოქმედებს მადლი. ხედავ გადამგულათაა ეს ერთი სისტემა, ერთი ზაფია. ეს არ შეიძლება ამიდან ამოიღო რაღაცა და გადააგდო და უვარ. აი მადლა თუ შეიძლება ჩაითვალოს, როცა ელიამ იმოცა წვიმისთვის და ადამიანს ელიამ რო წვიმისთვის იმოცა, ხო. ეგ მოვლენა, ეგ მოქმედება თუ ითვლება მადლა, როცა ელიამ იმოცა და წვიმა მოიგმოვდა. ეს პირადი ღმერთთან ურთიერთობის იმაზე თუ გულისხმობ, რომ ელიას შეუსულა ღმერთმა, ელია მასე არ ილოცა. ისრაელზე გადმოდი. ეგ წყალობა. ეგ წყალობა. და წყალობა არის მადლის ერთ-ერთი თუ სხვადასხვა წყალობა რახემ არის შეგვიწყალე. მადლი არის ხენ. ანუ მადლი ეს არ არის ის რა უყურე ამ მომენტია. მადლი უნდა გვესმოდეს.
მადლიეს ურწმუნოს არ ეძლევა. მადლიეს ეძლევა მორწმუნოს. ვინც ღმერთთან ერთადაა. მაშინ იწყებს ეს მადლი მუშაობას და მოკლედ. ამიტომ მადლი ძალა როგორ არ არის? ძალა არის ის, რომ შენ ათვეცნობე რომ შენ მისთვის მოსაწონი ხარ. სამყაროს შემოქმედი. ეს ძალა მოქმედს რომ შენ კიდე უფრო კაი გინდა იყო. ერთი გიორგი აბა იმ მუხსად შეხე ივანე ამბობს რჯული მოცემულია მოსეს მიერ ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. ხო, აი მაგრამ მან დუღულე რა ზემოთ რა წერია. მაგას კიდე ციტირებენ, მაგრამ ავიწყდებათ ზემოთ რა წერია. დაიდო ახმა ხო ყველასთვის. ხო, ყველასთვის. ანუ და დაარსდა ეკლესია ახალი ისრაელი ესეთი ტერმინი გაგიგია ხო ალბათ. კი, მაგრამ არა ბიბლიური ტერმინია ეგ. ხო, ეს საიდან მოვიდა? ეს ახალი ისრაელი ტერმინი ეს არის შუა საუკუნეების ეკლესიის მამების, ვინც ანტისემიტები იყო და ანტიებრაელურად იყო განწყობილი. იყო პერიოდი, რომ ეკლესია უკიდურესობაში ვარდებოდა ებრაელების სიძულვილის გამო. ნუ ამას ისტორიული ჭრილი და პოლიტიკური მოცემულობა მოიცადა, რომს ომი ჰქონდა ისრაელთან. იუდეას ორი აჯანყება იყო. ერთი 70 წელს შევიდა და მეორე 130 წელს. შიმონ ბარ-კოხბას აჯანყება რო იყო. ანუ ამის გამო იყო ებრაელები მოძულებულები, რომ თქვენ რომის იმპერიამ ზულდათ ებრაელიები. მაგრამ მარტო მაგიტომ არ ზულდათ. ეგ უკვე სხვა ფესვებია კიდევ მანდმის. მაგრამ ამ მომენტია იცი, როდესაც ხედავდა ამ წარმართებს, როგორ იქცეოდნენ, ხო, ებრაელების დასაცინი გახდნენ. ანუ ჩვენ თითქოს ცდილობენ რომ ჩვენი რჯული დაწვეს და ვერც ერკვევიან რას აკეთებენ. ეს არ მოეწონათ იმ ქრისტიანებს, ვინც ცოტა ანტისემიტურად იყო განწყობილი ამ ებრაელებს მიმართ. ლო. იმ ებრაელების მიმართ, ვინც ის იყო ანტისემიტურად იყო განწყობილი იმათ, რა ქვია. ამიტომ როგორ გახდა ჩვენი დასაცინო ესე რომ წავიდა მეორე დაცინვა. ცირკები და ისინი ყატარებდნენ იმათ, რა ქვია, ცირკებს, ეზოებში და იმაში. თეატრებში, რომ ებრაელი აქლემსაც არ ამუშავებსო. შაბათს ასვენებსო. თელი დადგმები და ის იყო. აი თუ გაქვს შენ ანახი აგორა ფილმი. ფილოსოფოსი ხალი რო იყო, რო დაწვეს ცეცხლში. იმის გამო რომ დაამტკიცა რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. იმიტომ რომ მათ ესმოდათ ასე რომ მზე ბრუნავს, დედამიწა ცენტრი სამყაროს და ეკლესიამ დაწვა აგორა ფილოსოფოსი ხალი. ეს რეალური ამბავია. და მაგის მტერი იყო აჰა, იოანე მოწმო, მე 15 მოხდიდან კონტექსტი უნდა წაიკითხო ყოველთვის. იოანე მოწმოს მის შესახებ ღაღადებს და ამბობს. ეს იყო ის, რომლის შესახებაც ვამბობდი, ჩემ შემდეგ მომავალი, ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსისა მივიღეთ მადლი მადლისა წინ. ანუ მადლი არსებობდა, მოწონება და კიდევ მადლი მივიღეთ. და მე ამბობს, ვინაიდან რჯული მოსეს მეშვეობით მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა. რას ჭამს ეს გამოჩნდა? რა დაფარული იყო მანამდე? დაფარული. აქ უნდა მივხვდე რა რჯულზე ლაპარაკობს. აიგე? აქ ხო გითხარ, რჯული არის ძალიან ბევრი კონცეფცია. რომელი რჯულის მოსეს გადაეცა? რა რჯული გადაეცა? მთელი თორა სწავლება იმწება. აიგე? კი ბატონო. ცნება. მთელი სწავლება იგულისხმება. ეს მიეცა მოსესწაობა, მაგრამ მადლი არსებობდა. მაგრამ რა შეიძლება მადლისაცი? მადლისაცი ნიშნავს, რომ ეს მადლი მოქმედებდა ისრაელში კონკრეტულად ისრაელელებს იმ დროს ისინი იყვნენ ურთიერთობაში ღმერთთან. ხო. მაგრამ მადლისაცი ნიშნავს, რომ ეს მადლი, ეს მოწონება, მიზიდულობა გამოჩნდა წარმართებშიც. მოსეს რჯული იყო მიცემული მხოლოდ ისრაელიანებისათვის. მაგრამ ქრისტეს მსხვერპლი მოვიდა ყველა კაცობრიობისათვის. და ეს ყველა კაცობრიობა. აი ეს ყველა კაცობრიობა, ვინც მიიღებს იესო ქრისტეს,
ეძლევა ეს მადლი, ეს მოსაწონობა, ამას ამბობს ეგა, ეს ტექსტი. და არა იმას, რომ ჯული მარტო მოსეს მიერ მიეცდა всё. არა ეგასი არა. ანუ ეგ ჯულის მიცემა რას არ იყო დაკავშირებული? რას ამბობს? ჩვენ უნდა გვესმოს კონტექსტი. ჯული რომ მიეცა რა იყო ეს? რა მოქმედება იყო? აღთქმის დადება. აღთქმაში შევიდა ისრაელი. მოსეს მეშვეობით. მაგრამ ქრისტეს მეშვეობით აღთქმა დაედო ყველასთან. всё, ხტები ამას ამბობს აქ. და აი მაგაზე ზუსტად ქრისტეს მეშვეობით ანელის იყო ავგუსტინე ვინც მოაქცია ქრისტესკენ. ეგ იყო პირველი ანტისემიტი. მაგრამ აგურაში ჩანს ამ ფილმში თუ როგორ დასცინებს ეს ქრისტიანები ებრაელებს. ებრაელები ვინც ამბროსი მიდიანელი, ხო. ამბროსი მიდიანელი. აი ღმერთმა გამახსოვს. ამბროსი მიდიანელი დასცინოდა იმას. ხო და აქედან წამოსული ესო ჩვენ რადგანაც ებრაელები ისრაელი განადგურდა ისრაელის სახელმწიფოებრიობა, მათ არ აქვს თავიანთი მიწა. მე შეიძლება მეც მასე მეფიქრა, იმ დროსო ქრისტიანი ყოფილიყავი, შეიძლება მეც მასე მეფიქრა, რომ დაწყებული ხალხია ღმერთმა უარყო იესო ისა ებრაელები, იმიტომ რომ არც თავიანთი ენა აღარ ჰქონდათ. ოქროპისაც აქედან თქვენ რომ სახელმწიფო არ აღდგებაო. ხო, სახელმწიფო აღარ აღდგებაო და ანუ ცდებოდა ხო ოქროპილი. ანუ მან თუ ცდებოდა კიდე შეიძლება ცდებოდეს. ხო. აი ეგ რო აღიაროს ეკლესია, მაშინ მოუწევს. მაგრამ ეხლა მე გიმესანიშნავს რომ დაუშვათ ადამიანი წმინდა არ იყოს. ცდომილება რა შეშე. არა, ეკლესია ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ესეთი კაი არგუმენტი აქვს ეკლესიას. ეს მისი პირადი შეხედულება იყო. ესეთი კაი გაპრა. ხო, ეს მისი პირადი აზრია, ეს ეკლესია არა, მაგრამ ისო ეკლესია მაგის შეითვისა და 2000 წელი ამას პროპაგანდას უწევდა, ის არაფერი გასაგებია. ეს არა. არა, უყურე რატო? ეგრე ყველა ხონებაზე აქვს პირადი აზრები აქვს. წმინდა მომენტს, მაგრამ ეკლესიის სწავლება ეგ არ არის. ეგ არა, მაგრამ ებრაელების დევნა ხო იყო? და ამაშია საქმე. ვინ არის აბა ჭეშმარიტი ისრაელი, აი ვინ არის? აი ახალი ისრაელი არ არის ეს ბიბლიური ტერმინი. ჭეშმარიტი ისრაელი ვინ არის? ჩვენ ვართ. მოდი გავმიჯნოთ ახლა ჩვენ. სიტყვა ისრაელი რას ნიშნავს? სახელია. ხო, რა? იაკობის სახელი. რას ნიშნავს სახელი ისრაელი? გაგმიდან მოსულს. გაგმიდან მოსულს. არა. ეგ აბრაამთან. ეგ ევერი. ო, ებრაელი. აბრაამ ებრაელი. ახალი დაწია გაგმიდან მოსულს. აბრაამ ებრაელი, ეგ მაგარი, მანდარი, ხო. სათქდება ეგ სახელი ჩვენ. მებძოლსო თუ ანგელოსთან მებძოლს, ხო? ღმერთთან მებძოლეს? აი ეგა ზუსტად რომ კითხულობთ არასწორ თარგმანს. ისრაელი მისი ორი მნიშვნელობა აქვს ამას. ღმერთთან ერთად მებძოლეს, ამას ნიშნავს. ეს ერთი. და მეორე ღმერთის ნების გამტარებელი. როდისა ისრაელი ღმერთის ნების გამტარებელი? დღეს თუ ზოგადად. როდისა? ზოგადად ერთ ღმერთიანობის გადაგებელი ერია. კაი. იესოს სანამ იესო მოვიდოდა ისრაელი იყო ღმერთის ნების გამტარებელი? ასე ისე თუ იყო. თქვათ იყო. რაღა იმიტომ რომ რატო იყო? არა, ამების გამო. მაგრამ ეგ სხვა რამე. იყო ისრაელი, როდესაც არ იყო ღმერთის ნების გამტარებელი, კებსახურებაში იყო ჩავარდნილი, ანუ ის არ იყო ის ხო ისრაელი. მაგრამ იყო, როდესაც მოვიდა იესო ქრისტე, მაშინ იყო ისრაელი ღმერთის ნების გამტარებელი. იესო როცა მოვიდა? სახელმწიფო თუ ხალხი? მიიღო ებრაელმა ერმა იესო ქრისტე. ნაწილი. ნაწილი.
სიგიჟეა ხარო თქვა ებრაელმა ხალხმა არ მიიღო სიგიჟეა. ო, ანუ მეთახმე. კაი, აღარ გაწოლებ და მოდი გავუმარტოთ ასე. დაბადების წინში ესეთი უცნაური რამე წერია. ეს ჩემი აზრი არა, მარტო ამას ძალიან ბევრი დიდი თეოლოგები მიაზრებენ ამას და ასე ფიქრობენ. ნუ შეიძლება დამეთახოს ადამიანმა, შეიძლება არ დამეთახოს. როდესაც იაკობმა დაკარგა იოსები ეგვიპტეში, მაშინ ყოველთვის იაკობი არის მოხსენებული როგორც იაკობი. სანამ იოსები იყო მის გვერდით, სიცოცხლეში, მაშინ იაკობი არის მოხსენებული როგორც ისრაელი. რა შუაშია? ისრაელი. ხო და რა შუაშია? იოსები რისი ხატოვნებაა? იესოსი? იესოს. როდესაც ისრაელს ყავს იაკობს, ყავს ისრაელი, იესო. მაშინ არის ის ჭეშმარიტ ისრაელი. ღმერთის ნების გამტარებელი. და ეხლა დღეს და ვის ყავს პავლე, იესო? ეხლა ყველას ყავს, ვისაც ყავს ის. ანუ ჩვენ უნდა გვესწრებოდეს, რომ პავლე როდესაც ლაპარაკობს რომელთა წერილებში ისრაელზე, იქ ამბობს იმ მომენტში ამბობს ხორციელ ისრაელს. ხორციელ ისრაელი არ იცავს იმ რა ქვია, იმ რკვებას. იმ ღმერთის ნებას არ ატარებს, მაგრამ მამების დაპირების გამო აბრაჰამთან რაც მიცემული. ისინი განწირულია რომ იესო მიიღო. ამას გულისხმობს პავლე მოციქული. ეს განწერული ცოტა დააკონკრეტე. განწირული ნიშნავს რა დადგენილია. ხო, მაგრამ უეჭველად მიიღებს, არ მიიღებს? უეჭველად მიიღებს, მაგრამ ისიც როგორ მიიღებს, იცი, გარემოება ექნება ისეთი. აი როგორც ზაქარია ამბობს, მაშინ აქვიტინდება, გადმოუღრიო. წყალობასო. ზაქარიაში ამბობს. ანუ წყალობა შეიძლება შეითვალოს ისრაელისათვის რაღაცა ძალიან მე არ მინდა, მაგრამ ებრაულ კონცეფციაში იუდაიზმში წყალობა ითვლება კიდევ რაღაც უბედურებად. ნუ ადამიანს შეგემთხოვა და შენ მოbrunდები ღმერთისა. იცი რა მაინტერესებს? ანუ უყურე, მოდი ვთქვათ რა, ჭეშმარიტი ისრაელი არის ის, რომ როცა ყავს იესო. ხორციელ ისრაელზე, როცა პავლე ამბობს, იქ ამბობს, მეცხრე, მეათე, მუხლი, მეთერთე მუხლი. ეს ლაპარაკი არის ხორციელ ისრაელზე და ის, რომელმაც უნდა მიიღოს იესო. და პავლე ამ პერსპექტივიდან ამ ისრაელს უწოდებს ისრაელს. და ღმერთმა აღთქმა რომ დადო. აჰა, ვდება აღთქმას იუდას სახთან და ისრაელის სახთან. ისრაელთან და იაკობის სახთან, იუდათან და ისრაელთან. ეგ წერია იუდას სახთან იერემიას 31-ისა. 31-ის. მაშინ იყო გაყოფილი სამეფო და მაგ კონცეფციიდან ამბობდა. ეჰუდი შენ არ გეგონოს ის სახელი. ანუ მიხვდი რას ვამბობ? ისრაელის სახსა და იუდას სახს. ისრაელის სახზე მაგ იყო თუ ამბობ რა ქვია? ორი არა, მან უნდა გესმოდეს რაზე რა კონტექსტი უნდა დააკვირდე. რა იერემია წერს ვის წერს? იუდეას. იუდეა რას ნიშნავს სახელი იცი? ეჰუდი. ღმერთის მადიდებელს. იადა განდიდებას ნიშნავს. იუდიდან იწყება ღმერთი იგულისხმება. ანუ ღმერთის განდიდებას და ისრაელს. ანუ სიტყვების თამაშია მან. მაგრამ ეს სიტყვების თამაში მოიყვანა იმ ისტორიულმა მოცემულობამ, როდესაც გაყოფილი იყო ცალკე ისრაელის სახელმწიფო იყო, ცალკე იყო იუდეა. ამ ისრაელის სახელმწიფო შეიძლება დანარჩენი ებრაელი ტომები და აქ ცალკე იყო იუდეაში შედიოდა ლევიტელები, ბენიამინი და იუდეა. მაგრამ ბენიამინი რო შედიოდა, ცოტა იყო ისა ტომი ბენიამინის და იუდეულად ითვლებოდა, იუდას შტოში ჩაწერეს. დანარჩენი მაგრამ მადამოსო, რატომ მოყავს ეს ორი რომ იმ დროს რო იერემიას ეთქვა მარტო ისრაელი ვერ გაიგებდა. არა, უყურე მე რას ვიძახე, შენ ამბობ რომ ისრაელი არის, ვისაც იესო ჰყავს. ვისაც იესო ჰყავს. მაგრამ აქ აღთქმას ხორციელ ისრაელთან. ხო, ძველ აღთქმაზეა ლაპარაკი. მე გეუბნები ახალ აღთქმაში ნამდვილი ისრაელი ვინაა. ნამდვილი ისრაელი ძველ აღთქმაში იესო არ იყო ჯერ გამოჩენ, მაგრამ მისდა მირწმენა ქმნიდა ისრაელს ისრაელად.
სადაც იუდაც და ბენიამინს და ლევიც ერთად მოიხსენიებენ. აბრაამა იხილაო რაო ჩემიო იესო ამბობს დღეები და გაიხარაო. ამიტომ იყო ანუ მოსე ისრაელი ყოველთვის ელოდებოდა მესიას. აი ეს მესიის მოლოდინის და მესიის რწმენა ქმნიდა ისრაელს ისრაელად. გაიგე? ესა მე შეკითხვა არ მაქვს სანდრო თუ რამე. დავამთავროთ? დავამთავროთ. იმედია კაი გამოგვივიდა. გაგრძელება? გაგრძელება იქნება გვიყურეთ.